ევროპის საბჭოს 46 წევრიდან 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალურ ტრიბუნალში გაწევრიანების ვალდებულება აიღეს. შეთანხმებას საქართველო არ შეუერთდა. ქართული ოცნება მიზეზად რუსეთთან ფრთხილ პოლიტიკას ასახელებს. განმარტავენ, რომ რუსეთის განგრძობადი ოკუპაცია და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ იძლევა შესაძლებლობას მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის. ოპოზიციისთვის ხელისუფლების არგუმენტების არწმუნა არ არის. ქართული ოცნების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებაზე შეერთება ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს არ შეიცავდა და თუ კი ეს ასე არ არის, ქართულმა ოცნებამ კონკრეტულად უნდა ახსნას გადაწყვეტილებაზე უარის თქმის საფუძვლები. მაგდა ბლუაშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს. მაგდა გისმენთ ყურადღებით. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახლა ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ ის გახლავთ, რატომ მიიღო საქართველომ ეს გადაწყვეტილება და რატომ არ დაუჭირა ჩვენმა ქვეყანამ სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად ტრიბუნალის შექმნას. ამ მთავარ კითხვას შეიძლება ასე ითქვას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკვე გასცა პასუხი, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან მსგავსი ტიპის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მისამართით საქართველოს ხელისუფლებას არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც შეიძლება რომ საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია ამ განცხადების შემდეგ მთავარი კითხვები დაისვა ქართული ოცნების წარმომადგენლების მისამართით, რა საფრთხეზე შეიძლება რომ იყოს საუბარი. დღეს შეიძლება ასე ითქვას, რომ ზუსტად იგივე ნარატივი და რიტორიკა მოვისმინეთ ჩვენ მართველი გუნდის წევრების მხრიდან, რომელიც გააჟღერა მაკა ბოჭორიშვილმა. ქართული ოცნების წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჯერჯერობით არ დასრულებულა. სწორედ აქედან გამომდინარე შესაძლოა, რომ საქართველოს უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები ჩვენს პოლიტიკაში და ამ თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილი გახლავთ ის, რომ საქართველო არ შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი ბოდიში 50 კილომეტრში დგანან თბილისიდან და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურას ვქმნით და შევქმნით, აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ ფაქტორსაც, ისევე როგორც გაითვალისწინებენ ფრანგები. შეიძლება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვით ნიშნის ქვეშ და შესაბამისად, სადაც რისკი არსებობს ამის, ჩვენ ვართ სიმაღლეზე და ვღებულობთ იმ გადაწყვეტილებებსაც ვღებულობთ. არ დასრულებულა უკრაინის რუსეთს შორის ომი და ვინმეს თუ გონია, რომ ეს საფრთხე კიდევ საქართველოსთან მიმართება ჯერ არ არის, ძალიან შემწდარანი. ეს გახლავთ მართველი გუნდის წარმომადგენლების პოზიცია, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ახლა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან კონკრეტულ მაგალითებს ითხოვენ და ფაქტებს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა მხოლოდ ეს არ განიხილება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ამ შემთხვევაში გულისხმობ ბუნებრივია საქართველოს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში აქტიურად განიხილება საქართველო-უკრაინა შორის ურთიერთობის გადატვერთვის საკითხიც. უნდა შევახსენოთ მაყურებელს, რომ გუშინ საზოგადოება მიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას. ამ საკითხზე უკვე აქტიურად არის დაწყებული საუბარი, შეიძლება ასე ითქვას, მათ შორის საგარეო უწყების მხრიდან ოფიციალური განცხადება ვიხილეთ, სადაც ნათქვამი იყო, რომ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სწორედ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და ამ ნაბიჯებზე საუბრობენ დღეს თავად მართველი გუნდის წარმომადგენლებიც და ამბობენ, რომ იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდეს, უკრაინის ხელისუფლებამ გარკვეული სახის ნაბიჯები უნდა გადადგას, თუმცა განსხვავებული მოსაზრებები გვესმის ჩვენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან. ამ შემთხვევაში მათი კრიტიკა მიმართულია სწორედ ქართული ოცნების მისამართით და როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, ახლა მართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართულ ხალხს საკუთარი ლეგიტიმაცია დაუმტკიცოს. ქართული ოცნება ცდილობს ნებისმიერი შეხვედრა, ნებისმიერი ფორმატი გამოიყენოს თვით ლეგალიზაციისთვის, ლეგიტიმაციისთვის, რომელიც მათ რეალურად არ აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. აქ მნიშვნელოვანი არის უკრაინის და ზელენსკის დამოკიდებულება, ვინაიდან ზელენსკიმ პუტინს აჩვენას ძლიერის პოზიციიდან, რომ რეგიონში ის ელაპარაკება ქართულ ოცნებასაც, ელაპარაკება აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც და რუსეთი როგორ შესუსტდა რეგიონში და მას უკვე აქ არავინ აღარაფერს არ კითხავს, ამის ილუსტრაცია არის და დემონსტრაცია არის. Მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან არსებობდეს კონკრეტული ურთიერთობები, იმიტომ რომ უკრაინას აქვს თავისი ინტერესები, განსაკუთრებით შავ ზღვაზე და შავ ზღვის
აკვატორიაზე, მათ შორის ომის დამთავრებამდე და ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება საქართველოში მართვის სადავეებთან, ეს ყველაფერი იქნება ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ გამოყენებული, ამით აიხსნება უკრაინის მხარის პოზიცია, ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი კი ხედავს ბუნებრივია, რომ რუსეთს საქმე ისე არ მისდის, როგორც მას იმედი ჰქონდა. უკრაინას საქართველოს ურთიერთობები პირველ რიგში დააზიანა ივანიშვილის პოლიტიკამ, ქართული ოცნების ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და მათ შორის იმან, რომ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი გამორჩეული რეფორმატორი არის პოლიტიკური დევნილი და ცხადია, თუ გვინდა უკრაინასთან ურთიერთობის გადატვირთვა და თუ გვინდა აღარ ვიყოთ იზოლაციაში, პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ახლა ერთი არაბედიელი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გადატვირთვის საკითხს, რაზეც მხარეებმა ოფიციალურად უკვე დაიწყეს საუბარი, როგორც უკვე ვხედავთ, თუმცა მეორეა და მთავარი განსახილველი საკითხია საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, როგორც უკვე გითხარით, ჩვენმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად ტრიბუნალის შექმნას. ეს გადაწყვეტილება თავად საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა და ის ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სახის რისკებისა და საფრთხეების არიდების მიზნით განმარტავს.